მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით ჯეორაიდერში და დღეს მინდა გაგაცნოთ ჩვენი თანამშრომელი და ჩვენი მეგობარი მერაბ ჯაკობია, რომელიც იმყოფება ჩვენთან დღეს მოსული სტუმრად და ჩვენი თემა ეხება დღეს როგორც ყოველთვის ველოსპორტს, ველოსიპედის შესახებ ვისაუბრებთ თუ რა შესაძლებლობები აქვს და ასევე რაღაც პატარ-პატარა სიახლეებს და საინტერესო ამბებს მოვყვებით. მე და მერაბ როგორ ახარ მერაბ? მადლობა კარგად. როგორც იცით, მერაბ ჩვენ გავხდით KTM-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. KTM-ის ველოსიპედების შესახებ ვიტყვით, რომ იგი დაარსდა ერთ-ერთ პატარა სოფელში ავსტრიაში 1934 წელს, ისე იგი 90 წელს უკან და მან სათავე დაუდო ისე იგი 90 წელს უკან KTM-ის ველოსიპედის წარმოებაში და მასიურად ჩაეშვა უკვე 1964 წელს, როდესაც უკვე შეიქმნა დიდი ქარხანა და 2900-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს KTM-ის კომპანია თავისთან ქარხანაში. ეს KTM არის ავსტრიული ბრენდი, ერთ-ერთი სერიოზული ბრენდია და საქართველოსთვის ეს არის ერთ-ერთი მიღწევა, რადგანაც KTM-ის რაიდერები მთელს განთქმულები არიან, რომლებიც ყოველთვის პედესტალზე დგანან მოწოდების სიმაღლეზე და მას ყავს ტოპ ათეულში ყოველთვის თავისი გამარჯვებული. დღეს მერაბის ვთხოვეთ, რომ ჩვენთან მოსულიყო და აისაუბრა. მერაბ, მე მინდა რომ პატარა 1-2 სიტყვით შენ შესახებ როგორ დაიწყე, რანაირად დაიწყე რო თქვა და ველოსიპედი რამდენად მნიშვნელოვანია შენ ცხოვრებაში. თუ შეგიძლია, საინტერესო იქნება. ველოსიპედი დავიწყე, ფაქტობრივად მე დავდივდი მთიან რელიეფზე. ჩემი სტიქია არის თაშსიარული. მაქსიმალურად ვეძებდი ტრასაზე სიარულს, რადგან გამონაბოლქვია, არ არის ისეთი სპეციფიკა, რომ სიამოვნება მიიღო. თაში თუ გიყვარს ბუნება, მთიანი რელიეფი, ველო არის იდეალური მისთვის. ველოზე არის სიჩქარეების მთავარი, მთის ველოებს აქვს სიჩქარეები თავისი. კასეთის მიხედვით, აი თქვენ ხედავთ, როგორი ეს არის მე და მერაბი მაგიდასთან დავდით 2 კასეტა, რომელსაც თქვენ ეძახით კბილანებს, მის კბილანი უცხოურ ენაზე ეს არის კასეტა, რადგანაც ის იშლება კასეტურად და ხშირად არის ხოლმე რო კითხვები და ხშირად მესმის ხოლმე მერაბ რომ აღმართზე ასვლა უჭირს თავს. აღმართზე უფრო დიდი კბილანებით და აი მაგიტომ მგონი საინტერესოც იქნება რომ აუხსნათ ადამიანს რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის კბილანების რაოდენობა სიდიდეების მიხედვით. შეიძლება რომ ესე იგი გითხრა როგორც წერანს საუბრობდით სამ გადაცემას დავიწყებდით, დიდ მნიშვნელობას ანიჭებ დიდ კბილანებს. რადგანაც თაში დაგიხარ, შეიძლება აუხსნა 1-2 სიტყვით თქვათ და დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, კბილანები რაც უფრო დიდია, რომ მთის რელიეფზე მომიდიხარ, რაც უფრო აღმართი არის. ამისათვის სულქის რითმიდან ვარ ამოვარდა და იგივე სულქა შეინარჩუნე, როგორც მიდიხარ სტოლზე, რაც შეიძლება დიდ კბილანაში არის. მოდი გაჩვენეთ, ესეთი დიდი კბილანებია, აქ ხელში მიყიდავს, ეს არის 34 კბილანიანი, 32 კბილი და ეს არის ნახოთ ეს რამდენია, რამხელა სხვაობა მგონი 50 კბილი, 51 კბილი აქვს. ისე იგი მე და მერაბი რო დავდიოდით ადრე, მერაბ გახსოვს ხო, ჩვენ მაქსიმალური ჩვენი კბილანის ზონა იყო აი ეს მარჯვენა ხელში 36 მე წამოვიდა უფრო და ეხლა დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგია ესეთ კბილანებზეა გადასული და შეგიძლიათ ნახოთ რამხელა სხვაობა არის. მაშინ გახსოვს მე და აღმოჩენილი ვიწევდა ხოლმე სიარული, მაქსიმალურად ვცდილობდით რომ მოგვეძია რაღაცნაირად გვეშოვნა 34 კბილანიანი კასეტა რართული იყო. ჩვენ პერიოდში ადრე მე დაახლოებით ესე ალბათ 25 წლის უკან ძალიან გვიჭირდა მსგავსი კბილანის მოძიება და რაღაც მეორადინებზე დავდიოდით, ვიღაც ავტობაზრობაზე გვენახა და კბილანები ჩამოგვეტანა.
შენ ველოსიპედზე რამდენი კვილი ქონდა თუ გახსოვს? 32-იანი იყო, მე როგორც მახსოვს 32-იანი დავდიოდით. ესე იგი ბაგებიდან ვიწყებდით და მილისტრალამდე ავდიოდით. ხო ესე იყო წინ ქონდა რაღაც პატარა გადაცემა იყო ხო? წინა 3 კვირანა იყო, 3 სიჩქარეების გადამთვლელი. ისიც რა თქმა უნდა ბოლო კვირანაში თუ ჩავიდეთ პატარაში რაღაც შეღავათი იყო ასწრისას. მაგრამ ისეთი როგორც ეხა არის ველოებში თანამედროვე პროდუქტები, ესეთი არ იყო რა თქმა უნდა. მაგრამ იმაზე რომ შეეჩვევი, რაც უფრო პატარა კვირანაზე ეჩვევი, მე უკვე შენთვის ადვილი ხდება, ესე დიდ კვირანიანზე რომ გადახვიდე, უფრო მარტივად მართავ და უფრო ნებისმიერ აღმართზე შეგიძლია თავისუფლად ახვიდე, მაგრამ აღმართზე სულა იმას არ ნიშნავს, რომ აი მთელი ძალები დახარჯო და სუნთქვის რიტმიდან ამოვარდე. მთავარია რომ თოლის სუნთქვა შეინარჩუნო და როგორც ჩვეულებრივად ადიხარ არანაირი დაღლა არ მოექნა. აი ეს მოვალეობა აქვს ამ კბილანებს რა. რაც უპირატესობა ენიჭება იმას, რომ აღმართში ასვლის დროს არ დაიღალო ერთი სიჩქარით ადიოდე. რა თქმა უნდა, გულის რიტმი არ ქონდეს ამოვარდნილი. გულის რიტმის სუნთქვის სისტემა არ უნდა დაიღოს, ამ სუნთქვის რიტმი უნდა იყოს თავისუფალი, როგორც აი ფერზე მიდიხარ ჩვეულებრივად, აი ეგეთ. როგორც კი დაიწყება ქოშინი და რაღაც ამოვარდ, ეგრევე მაგდროს უნდა გაჩერდე აუცილებლად, მაჩავს უნდა ამას უფრო გააკეთო და იგივე ვარიანტით გავიგზავნო. როგორც კი დაწყნარდება გულის ეზოკლუბი, ჩვეულებრივად აგზავნა. არ შეიძლება მაინც ახლა ბოლომდე მიიყვანო შენი თავის ეზონები. ბევრი გვეკითხება ხოლმე ველოსიპედის დამწყებები ვინც არიან და ალბათ საქართველოში ბევრია ესეთი ველოსიპედის დამწყები ადამიანი, ვისაც ველოსიპედი არ შეუძენია და აინტერესებს და ინტერესი აქვს ხოლმე რომ ჩვენსავით იმოგზაუროს და მე ბევრჯერ მსმენია და უკითხიათ ჩემთვის თუ რამდენჯერ შეიძლება კვირაში ველოსიპედით ვარჯიში და შენ რას ურჩევდი დამწყებ ველოსიპედებს რამდენჯერ შეუძლიათ რომ კვირაში ანუ რეკომენდაციას როგორ გავუწევ რამდენჯერ ივარჯიშონ და რა დაგვრით? ჩემი აზრით მოთხოვნილება როგორია ადამიანის ფიზიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული. მე მაგალითად ყოველდღე შემიძლია ნებისმიერ ამიჩი ნებისმიერ დროს ავიდე ველოსიპედით. აი ჩვენს გარშემო ხა იმდენი ველოსიპედები აქვს რომ ყოველდღე რო შეხედა ველოსიპედს ყოველდღე ვინდა და ყოველდღე ვარჯიშობს. ვისაც სურს რომ დაიწყოს ველოსპორტით დაკავდეს და დაიწყოს ინტენსიური ვარჯიშები, მე ჩემი რეკომენდაციით მე 2 დღეს გავუწევდი, ალბათ კვირაში 2 დღე იქნება და საკმარისი, მე ალბათ დამეთანხმები, იმიტომ რომ მაინც მისი სხეული არ არის, მისი ფეხის კუნთები. ველოსიპედს და ერთ დღეს ვივლი, მე 2 დღე აუცილებელია რომ დაისვენოს ორგანიზმმა და უფრო შემდეგი დათვლა უფრო ადვილი იქნება, შემდეგი ტურისტის თუ გახოთ ველოსი. და ეს დაახლოებით პირველი 3 თვე ესე რომ იყოს კვირაში 2 პირველი 3 თვე რა თქმა უნდა და მე თანდათანობით თვითონ გადაწყვეტოს როგორ ველოსთან ერთად აუცილებელია ძალიან კაი არის ბავშვებს ვავარჯიშებთ ხოლმე 2 დღეზე ჩამოკიდება რათა ეს ხერხემლისთვის არის კარგი თითების გამაგრება ყველაფერი. აი ეს ერთმანეთად შეთავსებით დაუშვათ ერთი დღე ველოდი, ერთ დღეს 2 დღეზე ჩამოკიდებებს გააკეთებ გაწოლები ძალიან კარგია ფოტოშოპს. ელასტიკური ხდები და უფრო ვითარდება ორგანიზმი მაგას. ხოდოსა ეს ბავშვები არიან ძალიან მაგრა ბავშვები ყავს და ძალიან მაგრა ბავშვებიდან ველოსპორტით არიან დაკავებულები და ეს მათთვის ძალიან კაია რომ გაიზრდებიან და გახდებიან სრულწლოვანები, მე უფრო ბევრად თავისუფლად შეძლებენ ველოსიპედის შორმანძილებზე სიარულს და მოგზაურობას და შეუძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში ჩაფრენა და იქ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება, ან კიდევ მოგზაურობები თვითონ გააკეთონ, ეს ძალიან კაია და ძალიან კაი ახალი თაობა მოდის. ვისაც ეს ეხლა ვინც უკვე დასრულ ასაკშია და ეხლა სურს რომ ველოსპორტით დაკავდეს, მას ურჩევთ თავიდან დამწყებებს რომ კვირაში 2 ჯერ ივარჯიშონ, დაახლოებით 1-2 საათი და დაისვენონ 2 დღე. ის 2 დღე დასვენების დროს შეუძლიათ უბრალოდ ფეხი გაიარონ. ამისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს მაგიტომაც ქონდა აქ 2 ველოსიპედის 2 კასეტა რომ სპეციალურად შეარჩიონ ველოსიპედის
კასეტები, რაც შეიძლება იყოს უკან დიდი კბილანა, კიდევ ჩვენით რო ეს არის 51 კბილანით გაკეთებული ან დამზადებული ველოსიპედის უკანა კასეტა და ეს არის უკვე ძველ ველოსიპედებს, რომელსაც ჰქონდა 32 კბილი. ამიტომ აი ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ვარჯიშისთვის სპეციალურად შერჩეულ ველოსიპედის კასეტას. სულ ეს იყო რასაც გინდოდა გეთქვათ დღეს, გემშვიდობებით, შეხვედრამდე ნახვამდის.